ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯოასთან დიმიტრი ობოლაძესთან და ზაალ უდუმაშვილთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მორიგ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. თბილისში ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის გუნდი ჩამოვიდა. ლადო გურგენიძე მუშაობას მინისტრთა კაბინეტის 2 ახალი წევრი დაიწყებს. ახალი პრემიერი პარლამენტში ცვლილებებით წარსდგა. მთავრობას ალექსანდრე ლომაია და გია ხევიაშვილი ტოვებენ. განათლების მინისტრი უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება, მის ადგილს სამინისტროში ბელა წიფურია დაიკავებს. კოტე კემულარია უშიშროების საბჭოს ტოვებს და ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს უხელმძღვანელებს სტოლთა და განსახლების მინისტრის პოსტზე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი წარადგინეს. ჯერჯერობით გაურკვეველია სადგან აგრძობს კარიერას გია ხევიაშვილი. მინისტრთა გადახალისებულ კაბინეტს პარლამენტი კერძ სამკვირაში უყრის. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად ცვლილებები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არ შეეხოს. საკადრო გადაადგილებით უმრავლესობა კმაყოფილია და შესაბამისად არც დამტკიცებაზე შეექმნება მთავრობას პრობლემები, თუმცა ცვლილებები გაგრძელდება და იანვარში შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში კიდევ ნახოთ ახალი სახეები. დღეს ასეთი ბელა წიფურია და კობა სუბელიანი იყვნენ. ნათია გოგსაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნათია, ვრცელდებოდა ინფორმაცია უფრო რადიკალური ცვლილებების შესახებ, თუმცა მხოლოდ 2 მინისტრი შემოიფარგნენ. თუ არის ცნობილი რატომ? დღეს პარლამენტში ისმოდა ფრაზა თვენახევრიანი მთავრობა, ვინაიდან ისევე როგორც უმრავლესობის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება მთლიანად შეიცვლება, ხოლო უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აი ამის შემდეგ იქნება რადიკალური ცვლილებები. დღეს თავად პრეზიდენტმაც გააკეთა მინიშნება, რომ ამჯერად დროში ძალიან შეზღუდულები იყვნენ, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტი სრულიად გადახალისდება. აი გიგი მეძახის. ახალ სამსახურში გადასვლამდე კობა სუბელიანი ძველ უფროსს დაემშვიდობა და პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრაზე გაემგზავრა. ქალაქის კეთილმოწყობაზე ზრუნვის შემდეგ სუბელიანს დევნილების პრობლემები ჩააბარეს. ყველა დევნილის პრობლემას პირადად უნდა გავეცნო, ეს არის დავალება და ეს არის ამოცანა და შეიძლება ის დაგვარად მოვაგვაროთ ის ყოფითი პრობლემები, რაც მათ უდგათ რეალობაში. კობა სუბელიანი ერთადერთი არ არის, რომელმაც მინისტრის პორტფელი პირველად ჩაიბარა. ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასულმა ლადო გურგენიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა დღეს ბიუროზე წარადგინა. პრემიერობის კანდიდატი მთავარ აქცენტს სოციალურ პრობლემებსა და დასაქმებაზე აკეთებს. ამ ეტაპზე იყო შესაბამისად წარმოდგენილი სრულ 2 ცვლილება და ნუ მეთქვი რომ ეს სწორია. მეც ესეთი ინფორმაცია მაქვს, რაც შემიძლია მას მივულოცო, ნამდვილად ღირებული კადრი იქნებოდა ჩემის აზრით მინისტრთა კაბინეტისათვის, თუმცა ეს ბუნებრივი არის დაწინაურება, მე ესე აღვიქვავ და შემიძლია მარტო მივულოცო ბატონ კაცს. ლომაიას შემცვლელი ბელა წიფურია პარლამენტში დღეს არ გამოჩენილა. განათლების მინისტრობის კანდიდატი ამჟამად სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. უკვე ყოფილი მინისტრი კი კანცელარიის მე-7 სართულზე უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს. კოტე კემულარია კი ახლად შექმნილი ენერგეტიკისა და სატრანსპორტო პროექტების კოორდინატორი ხდება. ლომაიას გადაყვანა უშიშროების საბჭოს გენერალურ დივნად. საბჭოს დივნად. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება, იმიტომ რომ მისი ცოდნა და ენერგია და კონტაქტები და გამოცდილება აშკარად შეიძლება წაადგეს ქვეყანას ახლა სწორედ უშიშროების საბჭოს საერთაშორისო ასპექტებში. ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ კოტე კემულარიას ახალი ფუნქციაც, ის იქნება კოორდინატორი ქვეყანაში ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების. ეს თემატიკა მოიხსენება მჭიდრო კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან. ახალ პრემიერთან ერთად უფრო რადიკალურ სამთავრობო ცვლილებებს ელოდა ოპოზიცია. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები პრეზიდენტს ყველა არაპოპულარული მინისტრის შეცვლას ურჩევენ. სიხარულით შევხვდი ლომაიას განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ მას შესვით ბელა წიფური, ეს არის უბრალოდ ხალხის მოტყუებით მცდელობა, იმიტომ რომ ბელა წიფურია გააკეთებს ზუსტად იგივე პოლიტიკას, უფრო ლამაზი გამომეტყველებით და თავისი ძლიერი ღიმილით, ვიდრე ამას ატარებდა ასეთ ფაშისტური გამომეტყველების ალექსანდრე ლომაია. ახალი მინისტრთა კაბინეტი არის ის ხავსი, რომელსაც ხალწაღებული სააკაშვილი ეთიდება. კონკრეტული მინისტრის გადაყენების სანაცვლოდ გეგმავს ახალი პრემიერისთვის ხმის მიცემა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ზურაბ ტყემალაძის კრიტიკის ობიექტი ისევ კახა ბენდუქიძეა. თუ დატოვა ბენდუქიძე ვერებითარ შემთხვევაში ვერ დაუჭერ მხარ და კატეგორიული ვიქცები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოწვევის უგონობას.
ოპოზიციის რეკომენდაციების მიუხედავად ეკონომიკური გუნდი არ შეიცვლება ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე. იანვრიდან კი პრეზიდენტიც და პრემიერიც არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებები ისევ განხორციელდეს. სამთავრობო ცვლილებებზე განცხადება დღეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახალომაიას შესახებ ისაუბრა. უშროების საბჭოს მდივნად მე მთხოვე, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო გადმოსვლა კახალომაიას. იმიტომ მე მიმაჩნია, რომ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ექვეყნებს გარეთ და შიგნით, ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აქვს სწრაფი რეაგირების უნარი, საკმარისი ავტორიტეტი იმისთვის, რომ და უნარი მიიღოს გადაწყვეტილები და მომიზადოს გადაწყვეტილები. ამ გადანაცვლებების შემდეგ გარკვეულია რამდენიმე ადამიანი, ვინაც თანამდებობა დატოვას თუ რა სფეროში განაგრძობს საქმიანობას, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღებენ თუ არა რაიმე შემოთავაზება ზურაბ ნოღაიდელი და გიორგი ხევიაშვილი, თუმცა თუ გივით არ გამოდის სიტყვებს გავიმეორებ, სახელმწიფო გუნდის წევრები დაუსაქმებელი არ დარჩებიან. პირდაპირ ეთერში ნათია გოგსაძე საუბრობდა, მადლობთ ნათია. დავალება ლადო გურგენიძემ პრეზიდენტისგან დღის ბოლოსაც მიიღო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილს მთავრობის პრიორიტეტები გააცნო. დასაქმება ეკონომიკური და სოციალური პროგრამები ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც მინისტრთა კაბინეტს აქტიური მუშაობა მოუწევს. 1 დეკემბრიდან პენსია 55 ლარი გახდება, მომავალი წლიდან კი 76 ლარი. სამუშაო ადგილების შექმნა ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ყველა შრომის უნარიან მოქალაქეს უნდა ქონდეს შანსი იმისა, მიუხედავად ასაკისა, რომ დასაქმდეს და ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველ ჯგუფს უნდა გაუწევოთ დახმარების ხელი ამ ეტაპზე. ამისთვის ხდება მოძიება ბიუჯეტში თანხების, აი მაგალითად პენსიონერების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უკვე 1 დეკემბრიდანვე მინიმალური პენსია გავხელოთ 45 ლარი, რაც საკმაოდ კაფეოს და ხოლო შემდეგი წლის მანძილზე მინიმალური პენსია 76 ლარამდე გავორმაგდება შემდეგი წლის განმავლობაში. და აი ეს ცვლილება მოიცავს 880,000-ზე მეტ პენსიონერს და დამატებით ბიუჯეტში მოძიებული იქნება 250 მილიონ ლარამდე. მხოლოდ აი ამ პროგრამისათვის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ არის პროგრამა მიმართული მასწავლებლებზე, რომელთაც ხელზე საშუალოდ 40 ლარზე მეტი ხელფასი გამოუვათ. გარდა ამისა, დაურიგდებათ დამატებით, რა თქმა უნდა. ჩვენ აქ მასწავლებლებზე კარგად უნდა ვნახოთ, რომ ეხლა სხვადასხვა ადგილებს სხვადასხვანაირად ძვირია ცხოვრება. თბილისში მაგალითად ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე თუ ეხლა სოფლის მასწავლებელია, რომელსაც ასევე საკალმედაო ნაკვეთი აქვს, იმას ფიზიკურად შიმშილის პრობლემა შეიძლება არ ქონდეს, თუმცა გაჭირვების პრობლემა ყველგან აქვს მასწავლებლებს. ამიტომ ზუსტი გრადაცია უნდა გავაკეთოთ, ეს ფორმალურად კი არ უნდა მოვიგეთ, ხა ჩვენ ძალიან ფორმალური ტექსტებით ვლაპარაკობთ, რომ აი ვაუჩერი იქნება ამდენი თანხა. ჩვენ უნდა ვლაპარაკოთ ადამიანური ენით. ის კი არა რომ შენი ვაუჩერი არის ამდენი თანხა, შენი ხარ ამ კატეგორიაში და ამ ციკლში და რაღაცაში. პირდაპირ უთხრობ, შენ ხელფასი მინიმალური ხელზე იქნება ამდენი. აი აქ რო ცხოვრობ და უფრო ძვირია ყველაფერი სიტუაციის კვების პროდუქტები, აქ იქნება ამდენი. ესე უნდა მივუდგეთ ძალიან ინდივიდუალურად. ჩემი რჩევა არის რომ დამტკიცების შემდეგ მაინც მიუხედავად რომ ბევრი დრო უნდა გაატაროთ კაბინეტში, კიდევ უფრო ბევრი დრო გაატაროთ აი ამ დიალოგის პროცესში და დიალოგი არის საპარლამენტო დიალოგი, ნორმალურია, დღეს კარგია რომ რაც მესმის კარგად ჩავიწავიდა, მაგრამ დიალოგი არის ასე ყველა ცალკე ჯგუფთან დიალოგი. თვიანობაში სწორი მიმართულება სამუშაო ადგილები და სოციალური დაცვა. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მუდმივ ინტერაქციაში ხალხთან. ჩვენ ხალხთან უნდა ვიყოთ ძალიან კონკრეტულები. და ძალიან გახსნილები და დისტანცია მთავრობას და ხალხს შორის უნდა იყოს ნულოვანი. აქ ჩვენ ზოგადად მთავრობის ხმები კი აღარ უნდა ვაჩვენოთ აწმყოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პირდაპირ დიალოგი და ურთიერთობა ჩვენ საზოგადოებასთან. არჩევნების შემდეგ თქვენ გაქვთ მანდატი, რომ ხელახლა დაუბრუნდეთ შემადგენლობას და ხელახლა აუცილებლობის მიხედვით და იმის მიხედვით რა გარემოებები შეიქმნებათ, ბევრი რამე დავინახავთ ამ 2 თვის განმავლობაში. გადავახალისხოთ ხელახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს საჭირო გახდა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა. თუმცა შევინარჩუნეთ კურსის მემკვიდრეობითობას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ბუნებრივია. ახლა კურიერის შეკითხვებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე უპასუხებს. აღმშვიდობისა ბატონო ლადო, პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის რომ გამონახეთ დრო და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობთ. ბატონო ლადო, პირველ რიგში რამ გამოიწვია ცვლილებები მთავრობაში? ის არის ცვლილება, რომელიც განხორციელდა, ასე არის ჩემისაც სრულიად ბუნებრივი კახალომაიას შემთხვევაში.
მოხდა მისი დაწინაურება უშუალოდ საბჭოს დივნად. მე პირადად ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი კადრი დაკარგა მინისტრთა კაბინეტმა, თუმცა ამ შემთხვევაში რა გაეწყობოდა. საინტერესო იდეა იყო კობა სუბელიანისთვის შანსის მიცემა იმისა, რომ უფრო ფართო, ასე ვთქვათ, სოციალურად დაუცველ ჯგუფთან გაატაროს ისეთივე ტიპის მუშაობა, რასაც ის, ვთქვათ, ქალაქის შესაბამის სამსახურის უფროსად ატარებდა. ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნება, მე მგონი ყველანი ჩვენ მას დავეხმარებით, რომ შეიძლება ის დაგვარად. თუმცა ბატონო დადო, დღეს ესეთი შტაბ-ბიჭდება დამჭა პირადად მე, რომ სუბელიანისთვის ეს ცვლილება სიურპრიზიც იყო. ხლა, ბოლო რამდენიმე დღე ჩვენ პრინციპში ყველანი სიურპრიზის რეჟიმში ვცხოვრობთ, ხომ ესე, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო დაახლოებით 4 დღის წინ და კი რა თქმა უნდა, ხლა ეს პროცესები ძალიან მალე ვითარდება, ძალიან სწრაფად. სულ რამდენიმე დღეა, რაც მე ამ პრობლემატიკაში დავიწყე გარკვევა და შესაბამისად კი რა თქმა უნდა, ეს იყო, ასე ვთქვათ, გუშინდელი, კონსულტაციების შედეგი, გუშინდელი და გუშინწმინდელი. ბატონო, დღეს თქვენ ის პრიორიტეტები დაასახელეთ, რაზეც მინისტრთა კაბინეტს განსაკუთრებულად მოუწევს მუშაობა განსაკუთრებულ რეჟიმში, ეს არის ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და სოციალური პროგრამები. თუ შეიძლება უფრო რომ დავაკონკრეტოთ, როდის იგრძნობს მოსახლეობა პირველ შედეგს? რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკაში ახალ აქცენტებს, ამას მოსახლეობა იგრძნობს შემდეგივე თვიდან, ყოველ შემთხვევაში კონკრეტული საკმაოდ დიდი მინდა გითხრათ ჯგუფები, რომლებიც სოციალურად შეიძლება უკეთ დავიცვათ და გაუწევოთ მათ დახმარების ხელი. ეს ეხება პენსიონერებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და აქ საუბარია 800,000-ზე მეტ ადამიანზე, იმიტომ რომ 1 დეკემბრიდანვე იზრდება მინიმალური პენსია საქართველოში, ხდება 55 ლარი. შემდეგი წლის განმავლობაში კიდევ ზრდით ამ მინიმალურ პენსიას და გახდება 76 ლარი, ანუ გაორმაგდება წლევანდელთან შედარებით, აი ახლანდელ მდგომარეობასთან შედარებით. არის გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი, უაღრესად მნიშვნელოვანი ალბათ სოციალური ჯგუფი მასწავლებლებისა, რომლებიც დეკემბრიდან უკვე სულ მცირე 40 ლარით მეც მიიღებენ ხელზე. ხელფას. გარდა ამისა იწყება, ასე ვთქვათ, მათთვის ვაუჩერების დარიგება, ჯანმრთელობის დაცვის ვაუჩერების. და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი მოსახლეობისა, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს უშუალო კავშირი ჩვენს მომავალთან, იმ 600,000 ბავშვთან, მოწაფესთან, ვინც, ასე ვთქვათ, არის ჩაბმული საშუალო განათლების სისტემაში დღესდღეობით. ხო, ბუნებრივია, როგორც მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სწავლის ხარისხი, სწავლების ხარისხი და ასევე ღირსეული ცხოვრება აი ამ მასწავლებლთა კლასისა იყოს სულ მინიმუმ იმ სტანდარტის, რა სტანდარტსაც მივახციეთ, ასე ვთქვათ, სკოლების ინფრასტრუქტურის გარემონტების, აღდგენის, რეაბილიტაციის და განვითარების. ბატონო დადო, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში დგას დღეს უმუშევრობაა. თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ დასაქმების პრობლემა უნდა გადაიჭრას ქვეყანაში. როგორ აპირებთ? აქ რეცეპტები არის საყოველთაოდ ცნობილი და ასე ვთქვათ, საკმაოდ მარტივი, როდესაც მათ ახმოვანებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ეკონომიკური ზრდის ხარჯზე გადაიჭრას. ეკონომიკური ზრდა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ასევე არ გააჩნია ნედლეულის რაღაც დიდი მარაგები, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ განხორციელდეს ინვესტიციების შემდგომი მოზიდვის და საინვესტიციო ნაკადის გაძლიერების გზით და ასევე ექსპორტის მაქსიმალური ხელშეწყობის გზით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი შიდა ბაზარი არის საკმაოდ მცირე და რაც არ უნდა ღონისძიებები გაატაროს მთავრობამ, თუ ქართული ბიზნესები ყველაფერი დანარჩენთან ერთად არ გავიდნენ თუნდაც სამეზობლო ბაზრებზე, ვერაფერ დიდ ბაზრებზე, ვიდრე ეს ჩვენი შიდა ბაზარია, ალბათ შეიზღუდება ნაწილობრივ სამუშაო ადგილების შექმნა, შესაბამისად ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი. ამას თავისუფლად ჭირდება ძალიან მარტივი ასევე წინაპირობები. ეს არის სტაბილურობა ქვეყანაში, ეს არის ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა, თუმცა გარკვეულ კორექტივებს ვახდენთ სოციალური კუთხით, როგორც თქვი. ეს არის გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, საკუთრების ხელშეუხებლობა. ამის გარეშე საინვესტიციო ნაკადი არ იქნება მდგრადი და არ იქნება მზარდი.
არადა ჩვენ სწორად ეს გჭირდება. ბატონო, თქვენ დღეს არ გამორიცხეთ, რომ საკადრო გადაადგილებები მთავრობაში იანვარშიც მოხდეს. თუ არის უკვე ცნობილი კონკრეტულად რომელ სფეროებში შეეხება ცვლილება? ბუნებრივია მე ეს არ გამოვრიცხე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვაქვს შანსი რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ შემდეგი 2 თვის მანძილზე, თვენახევრის 2 თვის მანძილზე. შევეწყოთ ერთმანეთს, ან ვერ შევეწყოთ, გავიზიაროთ ერთმანეთის ხედვები და მუშაობის სტილი, ან ვერ გავიზიაროთ. და აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გამორიცხული და ბუნებრივიც არის, რომ შეიძლება შემდგომი გადახალისება მოხდეს იანვარში. და ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა. ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში როგორ გზნობთ თავს? რამდენად კომფორტული გარემოა თქვენთვის? ну, ასე ვთქვათ, ჯერ ცოტა ადრეა შეიძლება ამ კითხვაზე ესეთ საფუძვლიანი პასუხის გაცემა. ეს ერთი სულ 4 დღეა, რაც ეს პროცესი დაიწყო და ბუნებრივია არაორდინალური 4 დღეა ბევრი მიმართულებით. მე მომიწია კიდევ უფრო ღრმად გარკვევა საბიუჯეტო პრობლემატიკაში და ასე შემდეგ, რაც ეს აქამდე იყო, მაგრამ ამის გარდა, ну, არ ვიცი, რამდენად სწორი შეფასება, რომ ამას დიდ პოლიტიკაში ჩემი მოსვლა უწოდოთ, ვთქვათ, აქ საუბარია ისევ და ისევ ჩემ პროფესიული ცოდნის ბაგაჟის უკეთ გამოყენებაზე, საკმაოდ ტექნოკრატიულ მომენტებზე აქვს საუბარი იმისათვის, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი რეფორმებისა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ანუ ეკონომიკური ზრდის გარანტია, მისი შეუქცევადობა, რეფორმების შეუქცევადობა, რომ აი ეს გატარდეს ცხოვრებაში, ეს არის მთავარი ამოცანა. და ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა, როგორი ურთიერთობა ექნება ახალ პრემიერ-მინისტრს პარლამენტთან და კერძოდ ოპოზიციასთან? ვინაიდან კრიტიკა ხშირად ყოველთვის მთავრობის კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან მოდის. ну, ახლა ეს ბუნებრივია ალბათ და აქ ამაში არ არის არაფერი განსაკუთრებული ან სპეციფიური საქართველოსთვის, ეს ზოგადად ეგრე აქვს ოპოზიციის საქმეც ეგ არის. რაც შეეხება ზოგადად კომუნიკაციის სტილს, ახლა ვინც არ უნდა თვალყურს დაუშვათ ჩემს წინა პერიოდში საქმიანობას, ალბათ იცის, რომ ჩემი სტილია აბსოლუტური გახსნილობა, რეგულარული კომუნიკაცია, იქნება ეს ბუნებრივია პარლამენტი, იქნება ეს საზოგადოების გარკვეული ფენები, იქნება ეს ოპოზიცია ყოველ შემთხვევაში ისინი ოპოზიციაში, ვისაც ეკონომიკური თემატიკა აინტერესებს პირველ რიგში და სოციალური და ასე შემდეგ. იქნება ეს არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები თუ ჟურნალისტები. მე დღეს ფრაქციებთან შეხვედრისას უკვე დავაფიქსირე, რომ მზად ვარ პარლამენტთან სადისკუსიო და მიმდინარე საკითხების განსახილველად თუნდაც თვეში ერთხელ ან კვარტალში ერთხელ გააჩნია რასაში დამეძახებენ მივიდე. მე ამას მივიჩნევ აბსოლუტურად ნორმალურად და ანალოგიურად მზად ვარ, რომ ჟურნალისტებთან, არასახელმწიფო ორგანიზაციებთან და ასე შემდეგ, ეს რაღაც ესეთ რეგულარული, შეიძლება ყოველთვიური რეჟიმიც კი მოვიფიქროთ და ერთობლივად განვახორციელოთ. დიდი მადლობა ბატონო და ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებმა მივიღეთ პირობა, რომ თქვენთან ურთიერთობა გაცილებით იოლი იქნება. მადლობთ კურიერის შეკითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე პასუხობდა. მთავრობის ახალი წევრები და ისინი, რომლებმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვეს, რეფორმატორი მინისტრი, ვისაც ყველაზე ხშირად აკრიტიკებდნენ, უშიშროების საბჭოში გადადის. რაც შეეხება სუბელიანს, მისი პირდაპირი მოვალეობა თბილისის კეთილმოწყობაზე ზრუნა იყო, თუმცა ხშირად განსხვავებული ფუნქციის შეთავსებაც უწევდა. ვინ როგორი გზა გაიარა და რითი დაამახსოვრა თავი მოსახლეობას. ხმაურიანი და მნიშვნელოვანი დეტალები ბოლო წლების სამსახურეობრივი ბიოგრაფიიდან. რა მაინტერესებს ზიამასალო პრინციპულად ხო ეთანხმებით იმას, რასაც მე ვამბობ, ხო? ალექსანდრე კახალომაიასი პრინციპულად ხშირად არ სჯეროდათ. ხშირად კი სჯეროდათ. განათლების მინისტრის პოსტზე თითქმის 4 წელი იმუშავა. მთელი ეს პერიოდი ლომაიას ყველა ნაბის ოპოზიციისგან დიდი წინააღმდეგობა ხვდებოდა, თუმცა პრინციპულობას მას მუდმივად უწონებდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ერთიან ეროვნულმა გამოცდება, რომელზეც ამდენს ებრძოდნენ ლომაიას და სხვა განათლების მუშაკებს. შეცვალა ის, რომ დღეს აი ჩემმა ერთმა ძალიან ესე გამოსულმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ჩემი ძმაკაცების შვილები ყველა ჩაიჭრა წელსო. ჩვენი განათლების სისტემა პრაქტიკულად გადაქცეულია რაღაც ლაბორატორიის მსგავსად, სადაც ვიღაცა ესე იგი თვითონ უწოდინარი და უვიცი ხალხი მოსულია და რაღაც აი როგორც ვირთხებს ეპყრობიან ხოლმე ლაბორატორიაში რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ, გვიტარებენ ასეთ ექსპერიმენტებს. ლომაია კრიტიკის ობიექტი სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამო არაერთხელ გახდა. მის სახელს უკავშირდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება. 1 მილიონიდან ალბათ, მაგრამ ეს ასე რომ მოხდეს და ისე რატომ ქვეყნდება ნომრები და არა გვარები? აბიტურიენტების გარდა უმაღლეს სასწავლებლებში ადგილის შესანარჩუნებლად გამოცდების ჩაბარება ლომაიას დროს პროფესორ მასწავლებლებსაც მოუწიათ. ამის გამო განათლების მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი დაუპირისპირდა.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც ლომაია მინისტრობისას განახორციელა, ეს დირექტორების ლოდოტრონის პრინციპით შერჩევა იყო. ამ და სხვა რეფორმების დროს მინისტრის გვერდით ხშირად ჩანდა მისი ერთ-ერთი მოადგილე, უკვე უფროსის შემცვლელი ბელა წიფურია. წიფურია მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ ლომაიას კურსის გამგრძელებელი იქნება. თავად ლომაია კი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე კოტე კემულარიას შეცვლის. წარსულში ელჩი რუსეთში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი ამჟამად ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს უხელმძღვანელებს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩოხოსანმა ხევიაშვილმა პროექტი ჩემი სახლი დაიწყო. მინისტრის სავარჯილში ხევიაშვილი პარლამენტიდან მოხვდა. მისი გვარი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ სკანდალში მაინც გაეხვა. მთავრობის წევრი ჯანდაცვის მინისტრი მისი მკურნალობის დაფინანსებას როგორც უმწეო ისე თხოვდა. ბოლოს ხევიაშვილმა თავის ჟურნალ Forbes-თან ურთიერთობით გამოიჩინა და აფხაზეთში გასაკიდად გამოტანილი უძრავი ქონების სიის გამოქვეყნებისთვის გამოცემას უჩივლა კიდეც. ყველაზე მოულოდნელი სწორედ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გამინისტრება აღმოჩნდა. დევნილებთან ყველაზე ნაკლებად, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ქალაქში თითქმის ყველა სფეროსთან ქონია შეხება. ჯერ გზების დაგება იყო, რომელიც უშუალოდ მისი მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდა. შემდეგ ამ ახლად დაგებულ გზებზე მარილის დაყრა, ზამთრის სუსხიან დღეებში, გაზაფხულზე ყვავილების დარგვა. განსაკუთრებული მეგობრობა ბოლო პერიოდში სუბელიანს ცხოველთა სამყაროსთანაც ჰქონდა. ის საზოგადოებას ხან ცხენზე, გველებთან, მგელთან, ხან კი საახალწლოს სასაცივად გამზადებულ ინდაურებთანაც უნახავს. სუბელიანს ბევრად უფრო სერიოზული დავალებების შესრულებაც უწევდა. გიგი უგულავას კადრის ზვიად გამსახურდეს გადმოსვენებისა და დაკრძალვის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. მანვე გადმოსვენა რუსეთიდან დეპორტირებული ქართველის ცხედარი. ახალ პოსტზე მუშაობას კობა სუბელიანი დამტკიცების შემდეგ შეუდგება და უკვე დევნილებზე ზრუნვას დაიწყებს. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ პირველად გამოჩნდა შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ტელედებატებში იწვევს ერთიანი ეროვნული საბჭოსგან განდგომილი ოპოზიციონერი დაფნის გვირგვინის არც განაწილებას აპირებს და არც დათმობას. შესაბამისად, ლევან გაჩაჩილაძეს ლეიბორისტების იმედი არ უნდა კონდეს. ანალოგიური პოზიცია აქვს მემარჯვენეებსაც და მათი კანდიდატის ერთიანი ეროვნული საბჭოსგან დამოუკიდებლად იყრისკენს. თამარ ბაღაშვილი განაგრძობს თემას. შალვა ნათელაშვილი იყო ერთადერთი აქამდე დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან, ვინც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ტელეკამერების წინ არ ჩნდებოდა. ეს დუმილი შალვა ნათელაშვილმა დღეს დაარღვია და პირველი განმარტებები გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ დატოვეს ლეიბორისტებმა ერთიანი ეროვნული საბჭო. ამ ინციდენტის დეტალების შესახებ ლეიბორისტების ლიდერს და თავად საბჭოს წევრებს რადიკალურად განსხვავებული ვერსიები აქვთ. აი საპრეზიდენტო ბრძოლა. პოლიტიკური ბრძოლა პირველი პირის სავარძლის მოსაპოვებლად შალვა ნათელაშვილმა ოფიციალურად უკვე დაიწყო. 12 დღიანი დუმილი პირველმა ლეიბორისტმა საბოლოო გადაწყვეტილებით დაარღვია და ნდობა ერთადერთ საპრეზიდენტო კანდიდატს საკუთარ თავს გამოუცხადა. იმედი ამას არ ჩავამართვებთ ეგოისტობაში. მე არ შემიძლია ვანდო ვინმეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჩემი თავის გარდა. იმიტომ რომ ის სხვა ვინმე, რაც არ უნდა კარგი მეგობარი იყოს, მე არ ვიცი, როდის რას გააკეთებს. ჩემი თავის მეც ამ საკითხში ვერავის ვერ ვენდობი და ნურავინ ამას საწყენად მიიღებს. შალვა ნათელაშვილი ამ მიზნისთვის დამოუკიდებლად ერთიანი ეროვნული საბჭოს მხარდაჭერის გარეშე იბრძოლებს. საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის შემდეგ ლეიბორისტების და საბჭოში შემავალი პარტიების გზები საბოლოოდ გაიყო. ყოფილ თანაგუნდელებს ნათელაშვილი მომავალ კოალიციურ მთავრობაში ეპატიჟება, ოპოზიციის ლიდერები კი განდგომი ლეიბორისტს რჩევებს ტელეკამერების დახმარებით აძლევენ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ოპოზიციურ საბჭოში ორჯერ დააყენეს ჩემი კანდიდატურა, მაგრამ მან ვერ მიიღო ხარდაჭერა. ის არასწორად არის ინფორმირებული. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში ჩემმა მეგობრებმა, მისმა თანაგუნდელებმა მე მითხეს, რომ შალვასთან შეუთანხმებლად მათ დააყენეს შალვას კანდიდატურა და არც კი დაელოდნენ კენჭისყრის პროცესს და ზოგადად ამ პროცესს გაემიჩნენ. მე ურჩევდი ბატონ შალვას, რომ ხალხის ხმა შეისმინოს ერთიანობის თაობაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ ხალხის მოთხოვნაა ჩვენი ერთიანობა, ჩვენ გვყავს ერთიანი კანდიდატი. განდგომა ერთიანობისგან განდგომილს დააზარალებს მხოლოდ და არა ჩვენ. პირველ ლეიბორისტს ერთიანი ოპოზიციური საბჭოს წევრებმა დღეს ძალადობის მსხვერპლიც უწოდეს და მისი გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლით ახსნეს. ამ ქვეყანაში ძალადობით არა მარტო ხალხი დაარბიეს, არამედ ძალადობით ზოგიერთად კანდიდატად აყენებიებენ თავს, ასე რომ ეს ყველაფერი გამოკვლეული იქნება, დადგენილი იქნება და დამნაშავეები დაიჯებიან, როგორც ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. მე ვფიქრობ, რომ როდესაც კაცს გამოაცხადებ დამნაშავედ და მე შეუთვლი, როცა პრეზიდენტი ხარ, რომ კანდიდატურა
გამოაყენეთ, ნუ გეშინია მე არ დაგაპატიმრებ, ეს არის ძალადობა. საპრეზიდენტო ამბიცია ოპოზიციის კიდევ ერთმა კანდიდატმა დაადასტურა. დავით გამყრელიძის სახელით განცხადება დღეს ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. შალვა ნათელაშვილის მსგავსად კანდიდატურის მოხსნას ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ არც მემარჯვენეების ლიდერი გეგმავს. მემარჯვენეები არაპირებენ არავის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას. ჩვენ სრულფასოვნად მონაწილეობთ საპრეზიდენტო კამპანიაში, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. პრეზიდენტობის სურვილით და საკუთარი მოთხოვნებით გამოჩნდა დღეს ასპარეზზე ერთიანი საქართველოს ლიდერი ავთო მარგიანი, რომელმაც ყველა კანდიდატისგან ამომრჩევლის ერთგულების ფიცის დადება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შემოწმება მოითხოვა. იქნება რუსეთთან დაუყოვნებლივ კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობის აქტი. ოპოზიციის ყველა კანდიდატი კონკურენტად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. შალვა ნათელაშვილმა კი მთავარი ოპონენტი დღეს ტელედებატებში გამოიწვია. როგორც მემარჯვენეების, ასევე ლეიბორისტების განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი არ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს არავის სასარგებლოდ, ძალაში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში გაიმარჯვებს რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი, მაშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გეგმავენ ხელახალი კონსულტაციების დაწყებას და შესაძლოა სწორედ ამის შემდეგ დანარჩენმა კანდიდატებმა სწორედ ამ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნან თავიანთი ხმები. მადლობ თამარ პირდაპირ ეთერში თამარ ბაღაშვილი საუბრობდა. და პრეზიდენტობის კანდიდატების სია 19 ნოემბრისთვის ასე გამოიყურება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ერთი კანდიდატია მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენები კი ქვეყნის პირველი პირის სავარძლისთვის ოპოზიციიდან იბრძვიან. ლევან გაჩეჩილაძე ერთიანი ეროვნული საბჭო, ბადრი პატარკაციშვილი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია, გია მაისაშვილი მომავლის პარტია, გია გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია, ირინა სარიშვილი პოლიტიკური მოძრაობა იმედი, ავთანდილ მარგიანი ერთიანი საქართველო, ფაზილ ალიევი საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული ასამბლეა. და ახლა კურიერის შეკითხვას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი უპასუხებს. საღამოშვიდობისა ბატონო შალვა, მადლობთ რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამოშვიდობისა. ბატონო შალვა, ყოვლისა როგორ აფასებთ თქვენ შანსს 5 იანვრის არჩევნებში? უპირველესად მოგესალმებით. მე უკვე აღარ მეგონა თუ ჩვენი შეხვედრა შედგებოდა. მრავალი წლის მანძილზე მაინც რაც მოხდა და მოხარული ვარ რომ დღეს კვლავ გიხილეთ თქვენს ტელემაყურებელთან ერთად. მე მადლობას უცხადებ ჟურნალისტებს, ყველა ტელეკომპანიიდან, ყველა ბეჭდვითი მასმედიიდან, სააგენტოებიდან, რომლებიც ხალხთან ერთად მოყვნენ მკვლელი სააკაშვილის მიერ წარმოებულ ქიმიურ ომში და ბოლომდე მათთან ერთად იარეს რუსთაველიდან რიყემდე და კიდევ უკან. მე როგორც ვატყობ თქვენ ინფორმაციის დეფიციტს განიცდით, გარკვეული მიზეზების გამოვლებად საგანგებო მდგომარეობა ამის მთავარი მოტივირება, ამიტომ პატარა კორექტივებს შევიტანთ თქვენს უაღრესად საინტერესო სიუჟეტში. პირველი, მე არსად არ დავკარგულ ვარ. მას შემდეგ რაც 7 ნოემბერს მოხდა მოსახლეობაზე მშვიდობიან მიტინგზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით თავდასხმა და პირადად ჩემს თავზე ჩამოარდა 30 ბომბია თუ რა ქვია იმას არ ვიცი და ფეხით გავიარე გზა პარლამენტიდან კოლმორნობის მოედნამდე, შემდგომ რიყემდე და შემდგომ უკან მივიღე სერიოზული მოწამვლა. იმავდროულად ჩვენ გაფრთხილებული ვიქენით, რომ ღამით მოხდებოდა თავდასხმა პარტიის ოფისზე, ჩემს ბინაზე და მამაპაპეულ ფუძეზე ბაზალეთში. თავდასხმა იქნებოდა არა დაკავების მიზნით, არამედ ადგილზე სალიკვიდაციოდ, რათა შემდგომში გვამები, ჩემი და ჩემი თანხმდები პირების პირადი დაცვა მხედველობაში გადაეტანათ ცხინვალის რეგიონში და ეთქვათ, რომ რუსეთის აგენტი გარბოდა რუსეთში. ამისათვის მეორე დღიდანვე პარლამენტის ქალბატონმა თავმჯდომარემ, რაც მას ნამდვილად არ ეკადრება, ვინმე უსახო დეპუტატმა კუბლაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც გამოაგდეთ ჩვენ თავის დროზე თანამდებობიდან, იმიტომ რომ გაყიდა მთელი ხეტყე და ტაილანდში გაუყენა წიფლები საპარკეტეთ ჩვენი მთების და ჩვენი ჭალების, დაიწყეს გავრცელება იმ აზრის, რომ მე გავიქეცი რუსეთში. ზოგი ცხინვალის გავლით ამბობდა, ზოგი ამბობდა ვერტფრენით. მე მინდა გითხრათ, რომ იძულებით გადავედი არალეგალურ მდგომარეობაზე, არანაირი სურვილი არ მქონდა თავი და მეჭერინებინა სააკაშვილისათვის და მოხდრილიყავი იმ ციხეში, სადაც ადამიანებს აწამებენ, სასტიკად ატერორებენ, რა თქმა უნდა, წამებას ყველაფერს გაუძლებდი, მაგრამ მე მაინც ვარჩიე, რომ ქვეყნისთვის საჭირო ვიქნებოდი თუ აი ამ ფორმით შევინარჩუნებდი თავს, მაგრამ მეორე დღეს ვიგებ ერთ წუთით, მეორე დღეს ვიგებ
რომ მე უკვე წარმოედგინა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალებაში, შპიონაჟში და 20 წლიანი ციხე მაქვს გარანტირებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაერია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ნიქსონ ცენტრი და მისი პრეზიდენტი დიმიტრი საიმსი ვაშინგტონიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი ტეფტი, მხოლოდ მას შემდეგ ამოიკნავლა მიხეილ სააკაშვილმა აი ცნობილი განცხადება, რომ არავითარი დევნა არ არის და მე შემიძლია ვიყარო კენჭი. მაშინ, როდესაც მე არ მჭირდებოდა არანაირი მოწვევა სააკაშვილის, მან ძალიან კარგად იცოდა, ვისთან აგზავნიდა მოსაკლავად 1000 სპეცრაზმელს ღამის 3 საათზე, თავარი კონკურენტის მოსაკლავად აგზავნიდა და ის გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო მოტივირებული და ამდენად იძულებული გახდა დასავლეთის დემოკრატიული ზეწოლის შედეგად, ასე ვთქვათ, ამგვარი განცხადება გაეკეთებინა, თუმცა მე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ 2003 წლის სექტემბრიდან მიაქციეთ ყურადღება, რადგან ესე იგი ეს არ განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილი იძულებული გახდა მოეწყო ვარდების ცნობილი ტრაგიკული რევოლუცია და დაემყარებინა ქვეყანაში ეს დიქტატურა. ბატონო შალვა, ერთი წუთით თუ შეიძლება რომ მე ერთი კორექტირება, მე შეიძლება შევიტანო თუ შეიძლება ჩვენ საუბარში, ვინაიდან თქვენ რომ ბრძანეთ რომ არ ჩანდით რუსთავი ორის ეთერში დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმ დროს ხდებოდა, როდესაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა რუსთავი ორს და შემდეგი შეკითხვა ბატონო შალვა. არა, რუსთავ ორზე არ ვამბობ, მე არ ჩანდი 7 ნოემბრის შემდეგ 4 დღე, რადგანაც დამძიმდნენ მოსაკლავად, დასაჭერად და სხვადასხვა სანამარ ჩაერა დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოება. ამდენად არაფერ შუაში სირცხვილია ამის თქმა, რომ სააკაშვილმა მომიწვია პრეზიდენტად, სააკაშვილმა მომიგზავნა მკვლელები, რომ ჩემი კანდიდატურა არ დამდგარიყო და ეს ჩემს ოპოზიციურ მეგობრებს კარგად უნდა ახსოვდეთ, მე მინდა მათ მოკითხვა შეუთვალო, მე მინდა მადლობა გადაუხადო იმ ლამაზი წუთებისათვის, რომელიც ერთად გავატარეთ ბრძოლის ველზე, მაგრამ ვუთხრა რომ ჩემი კანდიდატურა ორჯერ დადგა იმ საბჭოს ხდომაზე, მათ არ დაუჭირეს მხარი ამ კანდიდატურას, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. თქვენი აზრით, რატომ არ მოხდა მათ მიერ წამოყენება თქვენი კანდიდატურის? მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და ვთვლი რომ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ შვილებს, ჩვენს ხალხს ყავს საერთო დიდი მტერი მიხეილ სააკაშვილი და ეს მტერი, ეს დიქტატორი ქართველმა ხალხმა, ყველა ადამიანმა ვინც იქ იდგა 7 ნოემბერს დაამარცხა, დაიწყო მისი სისტემის დაშლა, ის ფაქტიურად გადამდგარია, მთავრობა გადაყენებული, ახლა წეგან გამოდიოდა ახალი მთავრობის თავმჯდომარე ხომ გურგენიძეა გვარად და ამბობდა რომ 76 ლარი იქნება პენსიონერის ხელფასი მომავალი წლიდან. სირცხვილია ბატონო ლადო, როცა თქვენ გაქვთ ხელფასი 700-1000 евро და თქვენ ბრძანდებით იმ ბანკის მართველი, ბრძანდებოდით, რომელიც შეიქმნა ჩვენგან წაღებული ანაბრებით თავის დროზე, თქვენი წინამორბედი ამჟამად გარდაცვლილია გვასარ დავასახელებ მის მიერ და თქვენც აი ამ კაპიტალზე მოხვედით. ამიტომ ასეთი მილიონრები ვერასოდეს ვერ გაიგებენ ღარიბი, გაჭირვებული საწყალი ხალხის სატკივას, რაც არ უნდა მოინდომონ და ამიტომ დაანებეთ თავი აზნაურობას, დროულად აიკრიფეთ გუდანაბადი თქვენი პრეზიდენტიანად და დატოვეთ თქვენი კოლეგებისგან ერთიანი ეროვნული საბჭოდან კიდევ ერთი ასეთი ფრაზა გაისმა, რომ თქვენ ბრძანდებით დაშინებული კანდიდატი ხელისუფლების მხრიდან. ნუ რა გითხრათ, ეხლა არის იცით რა მინდა გითხოთ, რატომ მოხდა ესეთი ასთა სხვადასხვაობა ამ პერიოდში, აი დღევანდელ დღეს რატომ არის ესეთი ასთა სხვადასხვაობა თუნდაც კანდიდატებზე? ვერ გეტყვით მე, ლეიბორისტული პარტია, ეს არის ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც რუსეთის აგენტობაში დადანაშაულებული შალვა ნათელაშვილი ფაქტიურად სააკაშვილის მკვლელებისაგან დაიხსნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შეერთებული შტატები რუსეთის აგენტებს არ იცავს მოგეხსენებათ. ამდენად ახლა ეს იმის სინდისზე იყოს, ვისაც გონია, რომ მე შეიძლება ოდესმე ვიყო დაშინებული, ჩვენ 15 წელია მოვდივართ იმ პრინციპით, რომ შევცვალოთ აი ეს ბატონყმური წყობა, ხალხს გადავცეთ მართლობაში ქვეყანა, ხალხს მივცეთ სამუშაო, ხალხს მივცეთ ღირსეული პენსია და ხელფასი, ხალხს დაუბრუნოთ ანაბრები, ავაღორძინოთ ჩვენი განათლება, ჩვენი კულტურა, ჩვენი სპორტი, ჩვენი მეცნიერება, გადავარჩინოთ ჩვენი სკოლები, საავადმყოფოები, ჩვენი შეკითხვა შეიძლება ბატონ შალვა. ამ გზაზე, მაპატიეთ, ამ გზაზე 15 წელი რომ მოვდივართ, ჩვენ არ გვიღალატია სტრატეგიისთვის, არ ყოფილვართ შევარდნაძის პარტიაში, სააკაშვილის პარტიებში, აბაშიძის პარტიებში, არასოდეს ეს სტრატეგია გვიკავია. ეხლა მოგეხსენებათ, ყველა ოპოზიციონერი საპატიო და პატივსაცემია, მაგრამ არის ოპოზიციაში ხარისხი, ხო? კოეფიციენტი. ზოგი უფრო მაღალ კოეფიციენტზეა, ზოგი პერსპექტიულ კოეფიციენტზეა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით ბადალი არ ყავს და ვამაყობთ ამით და
და ხალხის მხარდაჭერა ამის მთავარი გარანტი და ჩვენ ვიწევთ ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურ საბჭოს, სხვა პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამ საბჭოში არ არიან ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში და ეს რეალურია მე ასე ვთვლი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, რათა შევქმნათ ეროვნული ერთიანობის ოპოზიციური კოალიცია, ეროვნული ერთიანობის მთავრობა, თვითონ აირჩიონ პოსტები, თანამდებობები, დარგები, მიხედონ და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა სოფლიო მაგისტრალზე ყოველგვარი სააკაშვილის მიერ დაგებული ასფალტის გარეშე. საქართველოს თავისი გზა აქვს, ჩვენ გვაყვედრიან ფანტანებს, ასფალტებს, ავტობანებს, საქართველოს აქვს გზა, რომლიდანაც მას ვერავინ ვერ გადაახვეინა, დაწყებული რომის იმპერიიდან. ბატონო შავა, თუ შეიძლება ერთი შეკითხვა, თუ მიიღებთ მონაწილეობას 25-ში დანიშნულ მანიფესტაციაში. ჩვენ ამის თაობაზე კონსულტაციები არ გქონია ოპოზიციურ საბჭოსთან, ჩვენ ეს გავიგეთ მასმედიის საშუალებებით, მაგრამ გუშინ მე მოვაწერე ხელი პრეზიდენტობის კანდიდატებთან ერთად მიმართვას დასავლეთის პოლიტელიტაზე, რომ გაიხსნას ტელეკომპანია იმედი, რომელიც ფაქტურად დაპატიმრებული ყავდა, ამდენად დაპატიმრებულია დემოკრატიას. ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უნდა ჩავერთოთ. დიდი მადლობა ბატონო შალვა. დიდი მადლობა ბატონო შალვა მონაწილეობისათვის. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უნდა ჩავერთოთ საქართველოს პარლამენტს, სადაც სპეციალურ განცხადებას ნინო ბურჯაანძე აკეთებს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, პატუცემულო საზოგადოებო, მე დღეს მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმ დიალოგთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იმართებოდა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით იყო აშკარა მცდელობა ამ დიალოგის ჩაშლისა, დიალოგი ჩვენის მხრიდან არ შეწყვეტილა, დიალოგი არ არის არც დღეს შეწყვეტილი და მე ვადასტურებ მზადყოფნას, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი აუცილებლად გაგრძელდეს. მე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც აყენებდა ოპოზიცია, მიღწეული იქნა შეთანხმება. ამ შეთანხმებას აღიარებს ოპოზიციის ორივე ნაწილი, თუმცა ერთი ნაწილი ოპოზიციისა, ეს არ არის ჩემს მიერ დაყოფა, ეს სამწუხაროდ რეალობა არის. ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს შეთანხმება შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილი მიზანმიმართულად ყოველ შეხვედრაზე აყენებს დამატებით მოთხოვნებს და აცხადებს, რომ თუ არ იქნება ეს დამატებითი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, არც ერთ სხვა შეთანხმებას არავითარი აზრი არ აქვს. ბუნებრივია, ამ ფორმატში დიალოგის გაგრძელება არის ძალიან რთული, მაგრამ ამის და მიუხედავად ჩვენ კვლავ აცხადებთ მზადყოფნას დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის გარემოებაც, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენის მხრიდან იყო მოლოდინი, რომ 7 საათზე შედგებოდა შეხვედრა ჩვენსა და ოპოზიციას შორის, დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა წინასწარი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგი შესულია ჩიხში, რომ დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. 4 საათზე თუ არ ვცდები, გაიმართა ოპოზიციურ ძალთა ნაწილის ბრიფინგი, სადაც გაცხადდა, რომ ვინაიდან დიალოგი არ გრძელდება, აქედან გამომდინარე უნდა გადავიდნენ ქუჩის მიტინგებსა და მანიფესტაციებზე. თუ ეს მიტინგები და მანიფესტაციები იქნება კანონის ჩარჩოებში, ეს ბუნებრივია, მათი უფლება გახლავთ, მაგრამ ძალიან გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეს ქვეყანა მანიფესტაციების და ქუჩის აქციების რეჟიმში, თუ ვინმეს თვითმიზანი არ აქვს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს ან ასე ვთქვათ, არაჯანსაღი გარემოს შექმნა, მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ უკვე რეალურად წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც არჩევნები არის დანიშნული და როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 5 იანვარს მიეცემა შესაძლებლობა აირჩიოს ის პრეზიდენტი, რომელსაც ის ღირსად თვლის, რომ ქვეყანას უხელმძღვანელოს და როდესაც მოქალაქეებს ექნებათ უფლება და შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატონ საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. მე ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, ის ცვლილებები, რომელიც შეტანილი იქნა ამ ბოლო კონსულტაციების განმავლობაში, მნიშვნელოვანწილად კიდევ უფრო დამატებით გარანტიებს ქმნის იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და ბევრად უფრო
უფრო მეტ გარანტიას აძლევს ოპოზიციას იმისა, რომ აკონტროლოს პროცესები, თუმცა ასეთი გარანტიები საკმარისად იყო კანონმდებლობის იმ ვერსიაშიც, რომელიც შეთანხმებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მცდელობა რომ მუდმივი ახალი შეხვედრის დროს იყოს წამოყენებული ულტიმატუმი, მუდმივი ახალი შეხვედრის დროს იყო მცდელობა, რომ ჩაიშალოს დიალოგი და დაბრალდეს ეს ხელისუფლებას, ნამდვილად ჩვენს ოპონენტებს არ გამოვათ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან ჯანსაღად შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი აქვს. დღევანდელი შეხვედრა პატივცემულო საზოგადოებამ გადადებული იქნა ნამდვილად ჩემი და ჩემი კოლეგების ინიციატივით, იქედან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ დღეს დაარღვია შეთანხმება დიალოგის მონაწილეთა ფორმატთან დაკავშირებით. ამ ფორმატზე ჩვენ შეთანხმებულნი ვიყავით ჯერ კიდევ დიალოგის დაწყებამდე. დიალოგის ფორმატი არ იყო ვინმეს ახირება, დიალოგის ფორმატი იყო მოთხოვნილი, ანუ მონაწილე ადამიანების, ვთქვათ, ვინაობა შეთანხმებული იყო ჩვენსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, იქედან გამომდინარე, რომ ყოველ კონკრეტულ შეხვედრაზე მოსულიყვნენ ის ადამიანები, რომელთა მოსვლაც ჩიხში კი არ შეიყვანს დიალოგს, არამედ რომელთა მოსვლაც მოგცემ შესაძლებლობას, რომ რთულ, მაგრამ მაინც კომპრომისულ ვარიანტებს მივახციოთ. დღეს დიალოგის ფორმატი ჩვენ მოულოდნელად ცალმხრივად შეცვლილი იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არ დარღვეულა არც ერთი შეთანხმება და არც ერთი პირობა, რომელიც იყო მოცემული ამ შეხვედრების დროს, შემოთავაზებული იქნა ფორმატი, რომელიც აშკარად მიმართული იყო მოლაპარაკებების ჩაშლისაკენ. ამას ძალიან დიდი გათვლა და პოლიტიკური ალღო არ ჭირდებოდა, რომ ამას მიმختارიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯობს გადაიდოს მოლაპარაკებები და ოპოზიციას იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი ნაწილიც ოპოზიციისა არის იმ საბჭოში, რომელიც რატომღაც მუდმივად ცდილობს დიალოგის ჩიხში შეყვანას. იმედი მაქვს, რომ ეს ჯანსაღი ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ფორმატი დარჩეს იგივე, რაც იყო ადრე, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა. გაუგებარია ნამდვილად რა უნდათ ჩვენს კოლეგებს, მაშინ როდესაც შესაძლებელია, რომ მიღწეული იქნას შეთანხმებები, ყველაფერზე არა, ბუნებრივია. იმიტომ რომ ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს შეთანხმებას. ყველაფერზე დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ულტიმატუმის ენით საუბრობს და ვიღაცა ყველაფერს ეთანხმება. მაგრამ ყველა გონივრული წინადადება, რომელიც წამოვიდა ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, იყო გათვალისწინებული ხელისუფლების მხრიდან და მე შეგახსენებთ დღევანდელი მოვლენები, დღევანდელი განცხადებები. მე ძალიან მახსენებს იმ ვითარებას, რომელიც იყო 2 ნოემბრის აქციამდე, როდესაც მე ვსაუბრობდი დიალოგის აუცილებლობაზე, როდესაც უცებ გაჩნდა მოსაზრებები, რომ თურმე დიალოგისათვის მოწოდება დაგვიანებულია, რომ თურმე დიალოგს აზრი არ აქვს. მერე გაჩნდა წინადადებები იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება 4 მოთხოვნიდან 3 მოთხოვნას პრაქტიკულად ოპოზიციისას აკმაყოფილებდა, ესეც არ იყო საკმარისი და აუცილებელი იყო, რომ 4-ვე მოთხოვნა შესრულებულიყო. ასე ნამდვილად დიალოგი ვერ წარიმართება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ როგორც მინიმუმ ოპოზიციის ერთ ნაწილთან შევძლებთ კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას, იმისათვის, რათა არჩევნები წარიმართოს ნორმალურ, ცივილიზებულ პოლიტიკურ რეჟიმში. მე ჩემის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვითარება ქვეყანაში იყოს მაქსიმალურად სტაბილური, პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს, არჩევნები ჩატარდეს დამოუკიდებლად და სამართლიანად. მე მოუწოდებ ჩვენს ხალხს დასვით შეკითხვა. რატომ უნდათ ადამიანებს ქუჩის აქციები? მაშინ, როდესაც არჩევნებია დანიშნული. მაშინ, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია მივიდეს 5 ნოემბერს საარჩევნო უბანზე და თავისი ნება ძალიან ნათლად, ძალიან გასაგებად, ძალიან ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს, რითაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის შემდგომი განვითარების კურსის განსაზღვრაში. მე იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი ამას გააკეთებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. დიალოგი ჩვენის მხრიდან შეწყვეტილი არ არის. დიალოგისთვის ჩვენ მზადა ვართ. მთავარია, რომ ეს მზაობა იყოს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც როგორც ჩანს ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკური მიზნები აქვთ. მადლობთ. ეს პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან, სადაც ოპოზიციასთან არ შემდგარი დიალოგის თაობაზე განცხადება ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
25 ნოემბერი რიყე ერთიანი ეროვნული საბჭო მოლაპარაკებების მაგიდის ნაცვლად მანიფესტაციების ფორმას უბრუნდება დიალოგი ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის კვლავ არ შედგა. პირველად განცხადება დიალოგის ჩასვლის თაობაზე კონსერვატორების ოფისში კონსულტაციისას გია თორთლაძემ გააკეთა. მოგვიანებით ოპოზიციამ გადაწყვეტილება რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა დღის ბოლოს ბურჯაანძის კაბინეტში ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები აღარ გამოჩენილან. რატომ ახვილაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. როგორც იცით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე აღნიშნა, მოლაპარაკებები გადაიდო იმ მიზეზით, რომ ოპოზიციამ შეცვალა მოლაპარაკებათა ფორმატი. თავად ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ დაურეკეს ნინო ბურჯაანძის სამდივნოდან და უთხრეს, რომ აუცილებელია დღეს შეხვედრის გადადება, აქედან გამომდინარე, იმიტომაც არ გამოცხადდა ოპოზიცია დღეს პარლამენტში. უმრავლესობა საკუთარ არგუმენტებს ასახელებს და ის თვლის, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასკდომა არ სურს. ჩვენ მოთხოვნები პარლამენტის თავმჯდომარისთვის და ხელისუფლებისთვის არის ცნობილი. ეს არის უცვლელი ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა პირველი, მეორე პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, მესამე პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაცია. ჩვენ მზად ვართ დღესაც ხვალად ზეგად დღეღამის ნებისმიერ დროს გავაგრძელოთ ამ სამ საკითხზე დიალოგი ხელისუფლებასთან. როდესაც ხელისუფლება იქნება მზად კომპრომისებისთვის, როდესაც ხელისუფლება იქნება მზად დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადააბიჯოს ახლა რაღაცა ამბიციებს და პატიმოყვარეობას ფეხი და ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს გამოყვანილი იქნეს პოლიტიკური კრიზისიდან. მარტო ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჯგუფი ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ასევე მოლაპარაკებების ქვეშ არის დადგენილების მიღების ფორუმი. ისინი თხოვენ 2/3, ჩვენ ამას ვიხილავთ და ალბათ ხვალინდელ დღეზე გადაწყვეტილებას ვიღებთ. იცვლება მაჟორიტარული არჩევნების წესი, შემოდის რეგიონალური პროპორციული სიები, რაც გარანტია იმისი, რომ მხარეს საიდანაც ამორჩეულთა რაოდენობა მცირეა, გარანტირებულად ეყოლება თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში. მთელი დღის განმავლობაში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა. ნახურულ კარს მიიღო კონსერვატორების ოფისში ოპოზიციონერებმა კონსულტაციები დღის 12 საათზე დაიწყეს. 1 საათიანი მსჯელობის შემდეგ ეროვნულმა საბჭომ მმართველ პარტიასთან დიალოგზე უარი თქვა და ქუჩის აქციების გამართვის თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა. ამ ხელისუფლების სხვა ენაზე არის, ლაპარაკი არის სამწუხაროდ. მოლაპარაკებთა მაგიდასთან არ დაჯდებით დღეს ბურჯაანზე. ლაპარაკი მაგათთან ამ ეტაპზე არა. შემდგომში შეიძლება მოლაპარაკება ვცადოთ და შედეგს არ იღებს. იმ მოლაპარაკების დროს დაიწყო გია ცაგარეშვილის მანქანა. იმ მოლაპარაკების დროს დაიჭირეს უამრავი ხალხი და ეს რა მოლაპარაკება არის, ხო, ერთი ხელით გელაპარაკებენ და მეორე ადამიანებს იჭერენ. ეს მოლაპარაკებები გადავა ისევ ქუჩაში და ზუსტად 9 საათში ოპოზიციამ პოზიცია შეცვალა. გია თორთლაძის განცხადების შემდეგ ეროვნული საბჭოს გეგმებზე განმარტებები კახა კუკავამ გააკეთა. ოპოზიცია დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს. ჩვენ გვაქვს გადაცემული ჩვენი სამი მოთხოვნა, ეს არის ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა, ეს არის პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და ეს არის საარჩევნო კოდექსში პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაციის დაფუძნება. ჩვენ ველოდებით ხელისუფლებისაგან თუ ისინი მზად არიან, რომ ამ საკითხებზე გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ წუთს ეს დიალოგი იქნეს განახლებული. დიალოგის პროცესი ჩვენ გვჭირდება, ცხადია ჩვენ ძალიან კონკრეტული წინადადებები წავუდგენთ ხელისუფლებას, თუ კი ხელისუფლება არის მზად, რომ ჩვენთან დიალოგი გააგრძელოს, ჩვენი მიზეზი დიალოგი არ შეწყდება. ამ განცხადებიდან 1 საათში ეროვნულმა საბჭომ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. დიალოგის პარალელურად ოპოზიციამ მშვიდობიან მანიფესტაციებსაც გამართავს. შეთანხმება ლიდერებმა მერიის წინ გაახმოვანეს. ოფიციალური განაცხადი კი მერიის კანცელარიაში კობა დავითაშვილმა შეიტანა. გაიმართება ხალხმრავალი მანიფესტაცია, რომელიც დაიწყება 2 საათზე რიყეზე, გამოვივლით ბარათაშვილის ხიდით თავისუფლების მოედანს და დასრულდება პარლამენტის წინ. აქციები მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველი პარტია ეროვნული საბჭოს წევრებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომას ურჩევს. მათ აქვს სრული ასპარეზი იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანიის პირობებში წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურა და შესაბამისად მიაღწიონ წარმატებას თუ მათ საზოგადოება მხარზე ურჩევს, მაგრამ მათ ურჩევნიათ, რატომღაც ესეთ გამოჩნდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ისევ ბოიკოტირების და რაღაც კარის გაჯახუნების გზით იარონ ამ დიალოგის ფორმატში. ქუჩაში გამოსვლებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მრეწველებიც. გელბახიანის ფრაქციის წევრები კი საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ. მათ ნინო ბურჯაანაძეს სამპუნქტიანი განცხადებაც გადასცეს. სამი ვეზე ჩვენ გვაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, ეს არის 5 წლიანი პარლამენტის არჩევა, ეს არის 5%-იანი ბარიერი და 50 მანდატიანი პროპორციული სიით არჩევა. დიალოგი და კონსულტაცია ბოლომდე საჭიროა. მე მიმაჩნია, რომ პატრიარქის მოწოდებას ჩვენ უნდა დავუმორჩილოთ და ამოვწუროთ, თუ კი რამე დიალოგის შანსი არსებობს კიდევ ბოლომდე.
ერთ-ერთი ვერსიით ფორმატის შეცვლაში ნინო ბურჯანაძე გულისხმობდა იმას, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ჩაანაცვლეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხვა ლიდერები, კერძოდ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი შეცვალა გოგა ხაინდრავან, აქედან გამომდინარე, ამიტომაც არ შედგა მოლაპარაკება. თუ რამდენი ხნით გადაიდო მოლაპარაკება და როდის შედგება მეორე რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია. არ შემდგარი დიალოგის შესახებ ნატო მახვილაძე საუბრობდა.